გაგრაში პლუს 25 გრადუსია დღეს და მოღრუბლულიცა. სოხუმში პლუს 23 გრადუსი და მზეღრუბელში დაცურავს. ზუგდიდში ციცურავებს მზეღრუბელში და პლუს 25 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა. მესტრიაში კი პლუს 19 გრადუსი იქნება და ღრუბელი. ფოთიც ღრუბლიანია, პლუს 21 გრადუსი. ბათუმში პლუს 21 გრადუსია და აქაც ღრუბლიანიცა. ოზურგეთში კი მზე გამოანათებს პლუს 23 გრადუსი იქნება. ქუთაისში 28 გრადუსი. ამბროლაურში პლუს 26 გრადუსი და მოღრუბლულობა. ახალციხეში კი წვიმს და პლუს 25 გრადუსი იქნება. ბორჯომში პლუს 24 გრადუსი, ბაკურიანში წვიმს და პლუს 19 გრადუსი იქნება. გორშიც წვიმა იქნება ნალექის სახით წარმოდგენილი პლუს 24 გრადუსი. ცხინვალში პლუს 22 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, რაც შეეხება სტეფანწმინდას პლუს 16 გრადუსი და მოღრუბლულობა. აქაც გუდაურშიც ღრუბელია პლუს 11 გრადუსი. თელავში კი პლუს 23 გრადუსი იქნება, აქაც მზეს ნუ დაელოდებით, რუსთავ ქალაქში წვიმა მოსალოდნელი და პლუს 23 გრადუსი. დიახ, თბილისში წვიმს პლუს 26 გრადუსი, არა და ნახეთ შემოთინეთი, როგორი მზით მოვედით სამსახურში. ამიტომ უნდა აღდგე სიცხამდილას ჩქარჩქარა რომ მოუსწრო კარგამინს. ხედავ შენა. აღაცნაირად არ ვიცი, ხო? ნუ შხაპუნა წვიმის იმედი მაქვს, შხაპუნა. რა თქმა უნდა, 26 გრადუსია და 26 გრადუსში კარგია წვიმა, კი ცოტა გაგვაგრილებს.